1921 წელს იოსებ სტალინის ინიციატივით საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისთანავე ტოტალიტარულმა რეჟიმმა მასობრივი რეპრესიები დაიწყო. სწრაფადვე მოსპო სიტყვის, გამოხატვის, რელიგიის თავისუფლება. აკრძალა პოლიტიკური პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რასაც საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი წინააღმდეგობა მოჰყვა. 1921-22 წლებში რეგიონებში რამდენჯერმე იფეთქა სტიქიურმა შეიარაღებულმა გამოშვებმა, რომლებსაც საოკუპაციო რეჟიმმა სისხლიანი ეგზეკუციებით უპასუხა. 1921 წლის ბოლოდან იატაკქვეშეთში დაიწყო ქართული პოლიტიკური პარტიების გაერთიანებული ცენტრის დამოუკიდებლობის კომიტეტის შექმნა, რომლის ამოცანებში შეიარაღებული აჯანყებისთვის მომზადებას შედიოდა. საქართველოს ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია აჯანყებას დასაშვებად მიიჩნევდა მთელი კავკასიის მასშტაბით ახალი საერთაშორისო კონფლიქტის ან რუსეთის შიდა ანარქიის პირობებში. თუმცა ოკუპირებულ საქართველოში უკმაყოფილება დუღდა და დამკომმა შეიარაღებული აჯანყების დაწყება 1924 წლის აგვისტოში გადაწყვიტა. აჯანყების გეგმით განზრახული იყო თბილისსა და დიდ ქალაქებში საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთა ბინებში შეღწევა და მათი განეიტრალება, სტრატეგიული პუნქტების დაკავება და პარალელურად მთელი რეგიონების მოსახლეობის გამოსვლაც. საოკუპაციო რეჟიმის სპეცსამსახურმა ჩეკამ საქართველოში საიდუმლო დაბრუნებული სახალხო გვარდიის სარდლისა და აჯანყების ერთ-ერთი ლიდერის ვალიკო ჯუღელის დაპატიმრება შეძლო 1924 წლის 6 აგვისტოს. ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის ჩეკამ მას აჯანყების გეგმა აჩვენა. ჯუღელმა კომუნისტურ პრესაში გამოქვეყნებული ღია წერილებით თანამებრძოლებს მოუწოდა აჯანყება აღარ დაეწყოთ. თუმცა ქვეტექსტებით იგი მაინც რისკის გაწევისკენ მიანიშნებდა. დამკომმა აჯანყების გეგმა შეცვალა. ქალაქებში გამოსვლის ნაცვლად, რეგიონებში გამარჯვება და შემდეგ ქალაქებზე შეტევა გადაწყდა. იატაკქვეშეთში ინფორმაციის გადაცემის ცირთულის გამო ჭიათურის ორგანიზაციამ შეიარაღებული აჯანყება 29-ის ნაცვლად 28 აგვისტოს დილის 4 საათზე დაიწყო და ქალაქი დაიკავა. ამ შეცდომამ საოკუპაციო რეჟიმს აჯანყების ტაქტიკის გარკვევისა და აღმოსავლეთ საქართველოში ინიციატივის აღების საშუალება მისცა. მიუხედავად ამისა, აჯანყებას მასობრივი და წარმატებული სახე ჰქონდა დასავლეთ საქართველოში. 29 აგვისტოდან აჯანყებულები აკონტროლებდნენ გურისა და სამეგრელოს ძირითად ნაწილს, ზუგდიდს, სენაკს, ლანჩხუთს, იმერეთის ნაწილს, ჭიათურასა და დაბა ჩხარს და სვანეთს. აჯანყებულები უტევდნენ ფოთს და ოზურგეთს. აჯანყების კერებში აღდგა საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება. აჯანყებულებმა ერთი დარტყმით ტყვე დაიყვანეს ადგილობრივი კომუნისტური ძალები და მაღალი რანგის ფუნქციონერები, რომლებისთვისაც ანგარიში დაუყოვნებლივ არ გაუსწორებიათ და კანონიერი გასამართლებისთვის ამზადებდნენ. აჯანყების პირველივე დღიდან საბჭოთა რუსულმა რეჟიმმა პოლიტპატიმრების მასობრივი დახვრეტა და მოქალაქეთა დაპატიმრება დაიწყო. აღმოსავლეთ საქართველოში მთავარ ერთეულად ქაკუცა ჩოლოყაშვილის ზაზმი დარჩა, რომელმაც რამდენიმე წარმატებული რეიდი განახორციელა თბილისის გარშემო. შემდეგ კი ქალაქ დუშეთს შეუტია, საიდანაც ოკუპანტები განდევნა და პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. მასობრივი დახვრეტები 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. საერთო ჯამში საბჭოთა რუსულმა რეჟიმმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი 3000-მდე აქტიური მოქალაქე, პოლიტიკოსი, ოფიცერი, სასულიერო პირი, მუშა, გლეხი, პედაგოგი, სტუდენტი, მოსწავლე და ქალი ლიდერი გაანადგურა. აჯანყების დღეებში დახვრიტეს დამფუძნებელი კრების 11 დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოგიდა ფაღავა, გაბრიელ ცისკარიშვილი, ვალიკო ჯუღელი, ვასო ნოდია, სარდიონ თევზაძე, ილიკო კოპალეიშვილი, ალექსანდრე ჩიქავა, ვასო ცაბაძე, თბილისის ქალაქის თავი ბენია შხიკვიშვილი, აფხაზი დეპუტატი ვასილ გურჯუა, ვიცე-მოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, დამფუძნებელი კრების ვიცე-სპიკერი და გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ლონთათიძე კი ოკუპანტების ტყვეობაში გარდაიცვალა. ძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯგუფი დაბა ზესტაფონთან პირდაპირ საბარგო ვაგონებში ტყვიამთქმულებით დახვრიტეს. 1924 წლის აჯანყება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა, რომელსაც საბჭოთა რუსული რეჟიმი მეხსიერებიდან შლიდა და აქრობდა. დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის გაწეული ამ ბრძოლის დავიწყება, ჯალათებისა და მოღალატეების ქმედებად წარმოჩენა კი დღესაც რუსული პროპაგანდის მთავარი ხრიკია.